მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა ბათუმში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან თუმცა ისევ იკრიბებიან ჟურნალისტები და გამოხატავენ სოლიდარობას მზიამაღლობლის მიმართ თავისუფლება მზიამაღლობელს ასეთია დღეს ჟურნალისტების და არა მხოლოდ ჟურნალისტების ძალიან მკაფიო და კატეგორიული მოთხოვნა არის შეუჩერდეს დგებოადეს უფლებამოსილება, ვიდრე არ მოხდება იმ არაადამიანური დამცირებელი მოხობის ფაქტების გამოძიება, რაც ისაუბრა მზიამაღლობელმა ადვოკატებთან, ასევე დღეს არ მხოლოდ მზიამაღლობელი, რომელიც გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორია, არამედ სხვა ადამიანებიც საუბრობენ კონკრეტული არასათანადო მოხობის ფაქტების შესახებ, ამიტომაც უნდა მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ უკვე 12 იანვარს შევიდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომ ირაკლი დგებუაძე ძალადობდა მათ შორის მზიამაღლობელზე, ამის მიუხედავად ამ დრომდე არ არის ცნობილი გამოძიების შესახებ. დაიწყო თუ არა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩვენ ამ უწყებას არაერთხელ დაუკავშირდით, მაგრამ არ მოგვეწოდეს ინფორმაცია გამოძიების შესახებ, ასევე გამოიკითხეთ თუ არა ირაკლი დგებუაძე, გრიგოლ ბესელი, რომლებიც აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი პირები არიან. ნანა კვაჭაძე აკეთებს ახლა განმარტებას მედიისთვის, ბათუმელების რედაქტორი, მოდით მოვუსმინოთ მას. და მის ვასალ სისხლის სამართლის მუხლით წაყენებული პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მეგობრებო, რაც არის აბსოლუტურად არ ვიცი სიგიჟე, არ შეიძლება პოლიციელზე თავდასხმად შეფასდეს პოლიციელის მიერ აგრესიაზე და შეურაცხყოფაზე პასუხი, რომელიც იყო სილით გამოხატული. ეს არ შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიციელზე თავდასხმა. ნანა კვაჭაძე, ბათუმელების რედაქტორს უსმენთ თქვენ ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდით მოვისმინოთ ეთერ თურაძეს, ბათუმელების მთავარ რედაქტორს. რას ეუბნება ის საქმო ჟურნალისტებს ამ სოლიდარობის აქციაზე? არავის მიმართ მოკრძალებული ქცევა და თავი დაანებონ მზიამაღლობელის გარშავების კამპანიაში მონაწილეობას, ისედაც ყავს ქართულ ოცნებას ძალიან დიდი დაჯგუფება. რა ქვია მაგას ტროლების ქარხნები მუშაობენ მშვენივრად და ხელი დაიოყონ და დაანებონ სახელებით და გვარებით ცნობილი ადამიანები ვინც არიან ჩვენთვის დაანებონ მზიამაღლობელის გარშავების კამპანიაში მონაწილეობას. ეს არის გაგრძელება ყველას მოვთხოვთ პასუხს. ეთერ რამე კითხოთ ასევე რა საჩვენებს თქვენთვის ის ამბავი რომ ამ დრომდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ იძიებს ყოველ შემთხვევაში ამ უწყებას არაფერი არ განუმარტავს დაწყებული გამოძიების შესახებ რაც შეეხება არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას მზიამაღლობელის წინააღმდეგ მზიამაღლობელმა ისაუბრა რომ ის დაამცირეს მას ემუქრებოდნენ აგინებდნენ ჩვენ ნახეთ ამის ვიდეო მტკიცებულებაც ასევე არაერთი ადამიანი საუბრობს უკვე მის შესახებ თუ როგორ ძალადობს ირაკლი დგებუაძე მას შემდეგ როცა აკავებენ მოქალაქეებს სამმართველოს შენობაში გამოიკვეთა თქვა რომ დგებუაძე ჩვენ ამაზეც არ გვიპასუხა გამოძიებას ამსახურდეს, რაც აჩვენებს თქვენთვის. სისტემა იცავს თავის ჯალათებს, ესე ვთქვათ, სისტემა იცავს თავის მოძალადეებს, ირაკლი დგებუაძე არ არის პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე არის ზონდერი. ეს დადასტურებული ფაქტია, რადგან ირაკლი დგებუაძის მიერ ნაცემი არაერთ ადამიანს გავესაუბრეთ ჩვენ. ირაკლი დგებუაძე ყველა დაკავებულ სიმბოლურად აფურთხებს, აკლემის უნარები თვითსება არ ვიცი მე და ამის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, რა თქმა უნდა, საგამოძიებო სამსახური როცა სათანადოდ არ რეაგირებს, ეს არის მწვანე შუქი მოძალადე სისტემისგან მოძალადე ცალკეულ პოლიციელზე და თანაც პოლიციის ხელმძღვანელ პირებზეა ლაპარაკი, ხო? რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ როცა ვლამბობ პოლიციელებზე, რა თქმა უნდა, ამ ბათუმის შემთხვევაში ვსაუბრობ მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც გამოგზავნილი არიან აქ, არ ვიცი რა ტიპის დავალებებით არიან აქ ჩამოსულები, მაგრამ ესენი არ არიან აქაური ადამიანები, ესენი არიან ჩამოსულები, ესენი ძალადობენ ქალაქზე, მათი ჩართულობა
დაახლოებით დაკავებული არის და დასანქცირებული და დასჯილი არის დაახლოებით 50 ადამიანი ბოლო 2 თვის განმავლობაში. ამიტომ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ცალკე აღებულად არ ცალკე ინდივიდუალურად და ერთპიროვნულად არ მოქმედებენ და ის მათ იცავს სისტემა, მათ მფარველობის სისტემა, ამ მოძალადე პოლიციელებს სისტემის სურვილი კი არის ის, რომ ჩააქრონ პროტესტი ქალაქში, ჩააქრონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ ქალაქში იცით, რომ უკვე 51 დღეა არის უწყლესი პროტესტი და ამის გასაჩერებლად აქ მწვანე ანთებული ამ ადამიანებს ბესელია გებუაძეს ვლაპარაკობ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ფორმაში ჩაცმული ზონდერები, რომლებიც ყველა დაკავებულზე როგორც აღმოჩნდა, მე მეგონა რომ მხოლოდ მზიან მაღლობელთან დაკავშირებით ქონდათ რაღაცა პირადი განწყობები, იმიტომ რომ ჩვენ მათ შესახებ ძალიან ბევრი კრიტიკული მასალა მოვამზადეთ, მაგრამ ესენი ჩვეულებრივი აქციის მონაწილეებსაც, როდესაც აკავებენ, დაიმარტოხელებენ, აი მაშინ მოსხმიან თავს და ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით, აუცილებლად გვექნება ჩვენ ამაზე სათანადო რეაგირება, ეს ყველაფერი ამას არ დატოვებს ასე. ინტერნეტის საშუალებითაც მინდა გავახსენოთ ქართული ოცნების აქტიური იდენტიფიცირებადი პირები, რომელიც ზიამაყობელის გაშავების კამპანიაში არიან ჩართული. ყველას მივაკითხავთ სახლში. ყველას არავის არ მივცემთ მშვიდად ცხოვრების საშუალებას, გამორიცხული, დაიმახსოვროთ. ყველას სახლში მივაკითხავთ. ჩვენ ეთერთურაძე იყო გამოცემა ბათუმელების მთავარი რედაქტორი. ეხლა გვეშღერდება კონკრეტული გზავნილები მეგაფონიდან, როგორც ჩვენ ხვდებით, შეგვიძლია მოვისმინოთ ეს გზავნილები, ასევე აქ შეიკრიბნენ არამხოლოდ ჟურნალისტები, მოქალაქეებიც მოდიან მხარდასაჭერად თავისუფლება მზიას, ასეთი მთავარი გზავნილი, აქ შეკრებილი ადამიანების და ასევე ის, რომ უფლო მოსილება უნდა შეუჩერდეს ირაკლი გებუაძეს, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია. ქალაქის კვარტალებში აღარავის აქვს 7 ძილი. ეს თვითონ ორჯონიკიძეა, ჟურნალისტი. ყველა არის ეჭვმიტანი. და როცა ყველა იმას ცდილობს თავის სახლზე შეარიდოს, ვინ გამოიცლის შეიმჩნიოს მთავრობის ამდენი დანაშაულები. გამოძიება. მოსამართლე ნინო საყელაშვილს. მთავრობა იწყებს გამოძიებას. ასე გამოცხადდა. ქალაქის კვარტალებში აღარავის აქვს 7 ძილი. არავინ იცის თუ ვინ არის დავნაშავე ან და რა შეედება ბრალი. ყველა არის ეჭვმიტანილი. და როცა ყველა იმას ცდილობს თავის სახლზე შეარიდოს, ვინ გამოიცლის შეამჩნიოს მთავრობის ამდენი დანაშაულები. მოსამართლე ნინო საყელაშვილს. მთავრობა იწყებს გამოძიებას. ასე გამოცხადდა. ქალაქის კვარტალებში აღარავის აქვს 7 ძილი. არავინ იცის თუ ვინ არის დავნაშავე ან და რა შეედება ბრალი. ყველა არის ეჭვმიტანილი. და როცა ყველა იმას ცდილობს თავის სახლზე შეარიდოს, ვინ გამოიცლის შეამჩნიოს მთავრობის ამდენი დანაშაულები. ჟურნალისტი ბუთა ორჯონიკიძეა, რომელიც ახლა ბერტოლდ ბრეხტის ლექსებს უკითხავს პოლიციელებს, საჭირის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ. აქ შეკრებილი არიან ჟურნალისტები, უკვე გამოჩნდნენ ასევე პოლიციელები, თუმცა ბოლო დროს აქციებზე აღარ ჩანან ირაკლი გებუაძე, ასევე გრიგოლ ბესელია. საერთოდ ირაკლი გებუაძის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ ჟურნალისტები. ტრანსპარენტებით მოვიდნენ დღეს ისევ ჟურნალისტები ამ საპროტესტო აქციაზე. სილის წილ, ასე ტრანსპარენტად მოვიდა მაგალითად მარიამ მუთიძე დღევანდელ აქციაზე, რაც გამოხატავს უფრო კონკრეტულად რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს თქვენი ტრანსპარენტი. ირაკლი გებუაძე მოგებული ეძახა დაკავებაზე. ამაყობებს რომ სისხლით გაიჭერდა, სისხლის სამართლის კოდექსით მიუშვებდნენ მას. აგინებს და ამბობს რომ სისხლით დაგიჭერო. ზუსტად ეგ არის, რომ სისხლის გაჭრა, სისხლის სამართლის შევა, ამ კითხვას ვამბობ და უნდა რომ ყველასთან კარგად მივიდეს ეს ინფორმაცია, რომ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს თუ არ გვაქვს სიმღერაში და რაღაც ჩვენს პოლიციის სიტუაციაში რომ აი შეგინების შემდეგ რეალურად ცილა გააწყდა მზიამაღლობა პოლიციის უფროს და ამის გამო მას ედაობიან მძიმე კატეგორიის დანაშაულის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აკვეთას 4-დან 7 წლამდე, მაშინ როცა იურისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ არ შეიძლება სილის გაწმენდა საერთოდ იყოს სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაული, ხო? ამაზე ჩვენ დღეს ძალიან ბევრი უფლებადამცველის და იურისტის შეფასება გვესმის. ბატონო, ვისაც შეხება აქვს რა თქმა უნდა სამართალთან და ეს ადამიანები სამწუხაროდ არ აღმოჩნდნენ სასამართლოს შიგნით,
ყველა იაზრებს, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ეს არ ვიცი, ყველა უნდა გაიაზროს უპირველესად იმ ადამიანებმა, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას და ატყუებენ ჩვენს მოქალაქეებს. მადლობა, ეს მარია მუთიძე იყო. გამოცემა ბათუმელების თანამშრომელი, სწორედ მის გზავნილებს ისმენით ახლა ტრანსპარენტის შესახებ, რომლაც ის ახლა მოვიდა ამ აქციაზე, რაც იმართება ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან. მე შეგახსენებთ, რომ ზია ამაღლობელი გახლავთ გამოცემების ბათუმელების და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ის დააკავეს სისხლის სამართლის წესით, მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მზია ამაღლობელის უკვე შეუფარდა ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა. შეიძლება საინტერესო არის ისიც, რომ ნინო სახელაშვილმა რომელიც განიხილა მზია ამაღლობელის საქმე, მას არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია. მე სტაბ რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ცოტა კაცია. არის მოთხოვნა, ხო, კონკრეტული მოთხოვნა ამ საპროტესტო აქციებზე, რომ შეუჩერდეს ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება. როგორ საბუთდება ეს მოთხოვნა? თქვენი არგუმენტი რა არის? უფლებამოსილება, ჩვენ რამოდენიმე მოთხოვნა გვაქვს, პირველი ეს არის შეუჩერდეს უფლებამოსილება მოძალადე დგებუაძეს, რომელიც არაადამიანურად მოეპყრო მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ, როგორც მან ადვოკატებს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადა დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე მას შეაფურთხა, მას არაძლევდნენ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობას, უკრძალავდნენ წყლის დალევას, ამასთანავე დგებუაძე მიიწევდა მის საცემრად რამოდენიმეჯერ, რის შესაძლებლობასაც მას სხვა პოლიციელები არ აძლევდნენ. ეს არის არაადამიანური მოპყრობა და ის მინიმუმ მას შეუწყდეს უფლებამოსილება ამ გამოძიების დასრულება, როგორც ჩვენ არც კი ვიცით დაიწყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა და ცნო თუ არა მზია ამაღლობელი დაზარალებულად არაადამიანური. გამოძიება დაიწყეს თუ არა, ამასაც არ გვეუბნებიან, ასევე გამოიკითხა თუ არა ირაკლი დგებუაძე. ეს რას აჩვენებს თქვენთვის ეს ამბავი, რომ არც დაუწყია სისტემის დამოკიდებულებას ამ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანების მიმართ, ამიტომაც დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ასევე მზია ამაღლობელის გათავისუფლება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ვინც არის დაკავებული ამ პროტესტების შედეგად დემონსტრაციებს. რა საფრთხე ეს მოქალაქეებისთვის, რა შეგიძლიათ უთხრათ მოქალაქეს, რომელიც ახლა თვალს ადევნებს ამ პროცესს, როცა ამ ვითარებაში, ამ უცემულებაში უხეში დარღვევებით აკავებენ მზია ამაღლობელს და მას სილის გაწვისთვის ედავებიან სისხლის სამართლის წესით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთილს, ხო? და საუბარია არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც არ იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. რა საფრთხეს ქმნის ეს მოქალაქისთვის, თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ? ამით ეს არის ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაცია კონკრეტულად ჩვენი მედია საშუალების წინააღმდეგ, მაგრამ ამასთანავე ხელისუფლებას ამით უნდა უთხრას მოქალაქეებს, რომ არავინაა დაუცველი. და მე მინდა მოქალაქეებს უთხრა, რომ დიახ, ჩვენ ხვალ აღარავინ ვიქნებით დაუცველი და ყველას გაგვაჩუმებენ თუ ვერ შევძლებთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად და ყველამ უნდა მოვითხოვოთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. მადლობა, ეს ცეცხლაძე იყო ნეტგაზეთის რედაქტორი, ისაუბრებდა სწორედ ახლა ბათუმელების და ბათუმელების პირდაპირ ეთერში მზია ამაღლობელის საქმეზე, იმაზე თუ რატომ უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს. მოდით მოვისმინოთ ეთერ თურაძეს, გამოცემა ბათუმელების მთავარ რედაქტორს. რა სამართლებრივ პროცედურებს აწარმოებს ირაკლი დგებუაძესთან მიმართებაში, როდესაც ის არაადამიანურ პირობებში ამყოფებოდა, ექცეოდა მზია ამაღლობელს. შესაბამისად, ჩვენ მოუწოდებთ გენერალურ ინსპექციას დროულად მოახდინოს რეაგირება ამ ბრძონდერ პოლიციელის ქცევაზე, სხვა შემთხვევაში და ნუ გაგვხდის იძულებურს ჩვენ აღვასრულოთ სამართლიანობა. ისევ კიდევ ერთხელ მიუმართავთ ინსპექციას, გენერალურ ინსპექციას, ვინც არც იმ ღამეს უზრუნველყო ის, რომ მზია ამაღლობელთან ადვოკატი შესულიყო დროულად და ის იქნებოდა დაცული იმ არაადამიანური მოპყრობისგან და ახლა არც მაშინ არ მოახდინა რეაგირება, ჩვენ ვრეკეთ მათ ხელხაზებზე და ისინი გულგრილად გვპასუხობდნენ, რომ
გადაწყვეტილებას მიგვემართა წერილობით თუ ასე შემდეგ 1000 ფორმალობა მოიფიქრეს და ახლაც ეს უწყება არის ჩუმად. ჩვენ მივმართავთ ასევე ამ შენობაში მოთავსებულ კეთილსინდისიერ პოლიციელებს, რომლებიც არიან თვითმხილველები, როგორ იქცეოდა მზიამაღლობის წინააღმდეგ და სხვა დაკავებულების წინააღმდეგაც პოლიციელი მათი უფროსი ირაკლი გებუაძე. ძალიან გთხოვთ, თქვენივე თავისთვის, თქვენივე სიკეთისთვის მოახერხეთ და მიეცით სწორი ჩვენება, ილაპარაკეთ იმაზე, რაც ნახეთ საკუთარი თვალით ამ შენობაში, თორემ აუცილებლად ეს სისტემა პირველად თქვენ კეთილსინდისიერ პოლიციელებს გაგანადგურებთ. დიქტატურა, ავტორიტარიზმი ვერ იტანს ვერც ერთ სისტემაში კეთილსინდისიერ ადამიანებს. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ჩვენ მოვალთ ყოველდღე და შეგახსენებთ, თუ როგორი ხელმძღვანელი გყავთ და ასევე შევახსენებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სადღაც ვერტიკალში, რომ ეს ადამიანი აქედან უნდა მოაშორონ, გადაიყვანონ იქამდე, ჩამოაცილონ საქმიანობას იქამდე, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება, მათივე გამოძიება, ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვაპირებთ გამოძიების ჩატარებას, მათივე გამოძიება, მათმა გამოძიებამ თქვას, რომ ირაკლი გებუაძეს არ ჩაუდენია დანაშაული, კი ბატონო. ოღონდ ამ დანაშაულის ამ საქმის გამოძიებამდე ეს ადამიანი ჩამოაშორონ ამ პოზიციას. კოლეგებო, ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, თქვენ ჟურნალისტები ხართ ახლა აქ ძირითადად მოსული და ვინც არა ჟურნალისტები ხართ, იმათაც რა თქმა უნდა დიდი მადლობა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა. ვიცი რომ თქვენ არც ერთ არავის არ გიჭირთ იმის გააზრება, რომ ეს არის თითოეულ ჩვენგანის შემდგომი ხვედრი, დაკავება, დაპატიმრება და დამცირება, თუ ჩვენ არ გვექნება დღეს ამის შეკავების მექანიზმი, თუ არ ავამოქმედებთ ჩვენ დღეს ამის შეკავების მექანიზმებს, არ ვისაუბრებთ ამაზე ხმამაღლა და ამას არ გავაპროტესტებთ, ჩვენ ამით არ დავიღლებთ და ამიტომ გეუბნებით დიდ მადლობას. ეს თურაძე იყო გამოცემა ბათუმელების მთავარი რედაქტორი, თქვენი სპეციალისტით. ნიკოლას კიბაძე. იყიდება საქართველოს. ეს კი ჟურნალისტი ბუთაურ ჯონიკიძეა, რომელიც უკითხავს პოლიციელებს კონკრეტულ ლექსებს, სამხაზებს, გამონათქვამებს. ირმა, მინდა რომ გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. დღეს უკვე არაერთი უფლებადამცველი იურისტი ამბობს იმას, რომ არ შეიძლება სილის გაწმენდოს, რომ დასტურდებოდეს ეს ფაქტი. ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული. თქვენ რას ფიქრობთ, როგორც ერთი აქტივისტი და ჟურნალისტი ამ ყველაფერზე? მე მგონი არც არავის ხონდა განცდა, რომ ეს ნებისმიერ ჩვენთაგანი ეს იყო ყველას განცდა, რომ იმ დღეს, იმ რეალობაში და იმ გადატანილი დღეების შემდეგ ეგ უფრო ნორმალური იყო, ძალიან ჩვეულებრივი ბუნებრივი რეაქცია იყო მზიას. მზია ჩვეულებრივ პატიოსანი და ქვეყნის და კონფესიის ერთგული ადამიანია და ბუნებრივია მასზე მოთხოვნა იყოფება, რაც ხდებოდა, ეს არის შემთხვევით არ მოხდა. მე გაგახსენებთ, რასაც ამბობ, რას ნიშნავს თავდასხმა. ანუ ამ ტიპის დეფინიცია ხა იმ პროცესის ახლა დავინახეთ. ზიას ხელით გაკეთებული ეს სულა გაწმული, როგორ შეიძლება საერთოდ თავდასხმა დააღიქოს. თავდასხმა გულისხმობს რაღაც განზრახვას, რომ აი პოლიციას ხელი შეუშალო თავის პროფესიული საქმიანობის შენ შესრულებაში. ანუ შენობასთან ადამიანთან რომელსაც სტატუსი აქვს, ძალა და ის წარმოადგენს ძალაუფლებას, ხელს რო გააცნო, ეს წარმოუდგენელია, ამას თავდასხმა დაარქვა. თავდასხმა ხარამია და ყველაზე კარგად ამათ იციან რა არის თავდასხმა და გებუაძე მიწის, იმიტომ რომ თუ ვინმე ესმის ეს გებუაძეა მართლა. ასე რომ ძალიან კარგი. მასაც არ იძიებენ სხვადასხვა ამ დრომდე არაერთ შემთხვევაზე. იძიებენ, მაგრამ მე კიდე ერთი რამე მინდა გებუაძესაც მინდა უთხრა, რომ მისი მომავლისთვისაც ჯობია, რომ გონს მოეგოს და თვითონ გადაწყვიტოს, ხის თუ არა ამ ქალაქში ყოფნა. მე მგონია, რომ აღარ უძებს, იმიტომ რომ ის აღარ ჩნდება, ისი აქტიურად აქციებზე. გუშინაც იყო აქცია, მაგრამ აღარ გამოჩენილა. რატომ? იმიტომ რომ აღარ გამოეჩინება. თუ თავიზოზე რაღაცა ფარისეულად, მაგრამ მაინც ცდილობდა რომ კეთილგანწყობილი ყოფილიყო თითქოს, მიუხედავად რომ აგრესიული იყო, მიუხედავად რომ მართლა თავს ესხოდა ყველაზე, მიუხედავად რომ ყველას აშინებდა განსაკუთრებით ახალგაზრდებს. და მე და გებუაძე მასე შევხვდით ერთმანეთს რა. ბიჭებს უნდა ნიღაბი ჩამოიხსენითო, მაშინ არ იყო ნიღაბზე არაიმე კანონი და ვეკითხავდი რა საფუძვლით
ეუბნებით მეთქი ამას. ანუ ყოველ ჯერზე ადამიანი ცდილობდა სხვების დაჩაგვრას და თუ ერთხელაც მე უთხრა რომ ასე არ შეიძლება და უთხრა ინფორმით როგორთაც უთხრა ამას არ შეიძლება თავდასხმა დავარქვა. ანუ კითხვა ამასთან დაკავშირებით არც ისმის. ეხლა ლაპარაკია სისტემა რამდენად მოახერხეს რომ გონსმოვიდეს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ ძალიან ბევრი უკვე თულა აღარ შეიძლება იმდენი დაკავებულია და აგერ ვიცით ხო მე ჩვენი მედროში შიმშილობასაც კი აცხადებს ანუ შიმშილობა დაიწყო თემქათამაზე რომელიც შეაბრუნეს არ ვიცი რა არის იზოლატორში ფაქტია რომ ვერასოდეს ერთ-ერთი დიქტატურამ შედეგი ვერ მოიტანა ამ ტიპის ბრძოლით და ვერც ის მოიტანა ამიტომ თუ ივანიშვილს უნდა რომ ამაში ჩავიდეს ბოლომდე ჩავიდეს მაგრამ გემუაძის კიდე აღშავსი რომ თავის თავს მოუფრთხილდეს და რავი ვიცხოვრეს ამ ქვეყანაში ამიტომ მე ადამიანურად მეუბნები მას რომ გონს მოეგოს და გადაწყვიტოს ისიც რა ჯობია ეხლა ესე გაჯიუტება და რაღაცა პირადი პატიმრების ყოლა რომელზეც ამბობენ ხო უკვე რომ გემუაძის პატიმარი გემუაძის გურამის მისი პირადი ასე ბათუმელების თანამშრომელი და სხვა ძალიან ბევრი ადამიანი რა ახარაპატიებენ მარტო ჩვენ და საზოგადოება კი არა პოლიციელებს აღარაპატიებენ ასე ამუჩა დაგდებას იმიტომ რომ მათ არ უნდათ რომ კრიმინალის ნალის მაგივრად ჩვეულებრივ პატიოსთან ადამიანებს დიონ და სრულმოწმებად გამოდიოდნენ და რაღაცა აბსურდზე ხელს აწერდნენ არ უნდა დარწმუნებული ვარ რომ არ უნდა ამიტომ სანამ სხვები მოსთხოვენ პასუხს თვითონ მოიგოს გონს თუ ოდნავ მაინც აღარ შერჩენილი მისხანების გარდა და მისხანე პოლიციელი კიდევ უფრო საშიშია ამას სხვა ტიპის ის უნდა რა ქვია წინააღმდეგობა და გადავდივართ ნელ-ნელა ხო ხედავთ აქამდე ვიყავით სხვაგან აქციების ლოკაციები იცვლება და აქ მოვდივართ უნდა ამ სისტემას გებუაძეების გამო და მისნაირების გამო ეგეთი ადამიანები, ბოროტები, აგრესიულები, ხულიგნები, ყველგან არის, ყველა ერში. ოღონდ თავარია ის სად არიან ისინი და გაუქმებები აქვს და როგორ მოქმედებენ და რომ მოქმედებენ მე რა პასუხს იღებენ. ჩვენ არ მჭირდება ხულიგნები და ავანტურისტები რომლებიც ხარია. გადაწყვეტილების მიღებებად. იმიტომ რომ ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი რომ უკეთესი იყოს და კარგი იყოს. ვერ დავთვალოთ, გებუაძეებს და ივანიშვილს ვერ დავთვალოთ. მადლობა ის ირმეზოვიძე იყო ჟურნალისტი, აქტივისტი, რომელიც ახლა საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში. გრძელდება როგორც ხედავთ აქცია აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან, სადაც მოთხოვნა ისე უცვლელია თავისუფლება მზიას და შეუჩერდეს უფლებამოსილება ერეკლ გებუაძეს, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელია. ვიდრე არ მოხდება იმ არადამიანური და დამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიება, რაც საუბრობს ძიამაღლობელი და არა მხოლოდ ძიამაღლობელი, დღეს უკვე არაერთი ფაქტი ამ უფლებამოსილების სასახლე უფლებამოსილების გადამეტება საკონკრეტული მოქალაქეები ძიამაღლობელი საუბრობდა იმაზე, რომ სიხეშიც კი შეაფურთხა ერეკლ გებუაძემ და მიიწევდა მისკენ საცემად, ასევე ერეკლ გებუაძე რომ დაემუქრა მზიამაღლობელს და აგინებდა ჩვენ ამის ვიდეოც კი გავავრცელეთ, ვიდეო მასალაც კი გავავრცელეთ და იმის მიუხედავად რომ უკვე 12 იანვრის შემდეგ არის ცნობილი ამ შემთხვევის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ეს უწყება არც კი ამბობს დაიწყო თუ არა საერთოდ გამოძიება ერეკლ გებუაძის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ ჩვენ ასე დავსვით შეკითხვა საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა თუ არა ერეკლ გებუაძე მაგრამ უწყებაში ჩვენს კონკრეტულ შეკითხვას არ ადამიანებს ეუბნებოდა რომ შენობით იმიტომ მიმართავდა რომ უკვე კარგად გიცნობთო ყველასო და მაქო ამის უფლებაო და საბოლოო ჯამში ეს ფამილიარობა იქამდე მივიდა რომ ადამიანებს აფურთხებს კიდეც ხო ანუ არა აქვს კონტროლი ამ ადამიანს მაგრამ მეც არ ვიცი ზუსტად იმის გამო რომ უკვე ამის წლებია ამ კაცს ვიცნობ მინდა მას უბრალოდ ურჩიო რომ თუ დღეს აქ მიუხედავად ვისა რომ ძალიან სასტიკად იქცევა ის და ძალიან უგუნურად იქცევა ამის მიუხედავად რომ თუ ვეუბნებით ჩვენ მე პირადად ვფიქრობ რომ ყველაზე ნაკლებია რასაც ვეუბნებით რომ უნდა გადადგეს და უნდა მოხდეს ამ მზიასთან დაკავშირებული პროცესის და ამ ყოლავქმედების შესწავლა რაც
დაკავებას მოყვა და შემდეგ რაც მოხდა. თუ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ის გადადგეს და მოხდეს შესწავლა იმ პროცესის, არ ვიცი, ზუსტად იმის გამო, რომ მას რაღაცა ქონდა ეს ჟესტები, რომ თითქოს ჩვენი გაცნობა უნდა და ჩვენთან ახლოს ყოფნა უნდა და ყველა ჩვენთაგან იცნობდა. მეც მინდა რომ უთხრა, რომ მას აქვს შანსი, კიდევ აქვს შანსი, რომ გამოვიდეს აქედან მეტნაკლებად ისე, რომ ღირსეულად ვეღარ გამოვა, მაგრამ რაღაცა თავი დაიცვას იმ კუთხით, რომ დიახაც უარი თქვას დღეს თავის პოზიციაზე, თავის პოსტზე, გადადგეს, თვითონ წავიდეს. ოღონდ გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი რაღაცა ცინიზმის ან რაღაცა ქვენააზრების გარეშე. თვითონ უნდა მიხვდეს ამას, რომ გუშინ ვერ გამოვიდა ის აქციაზე. ხო და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა დროსაც გაუჭირდება უკვე იმ აქციის მონაწილეებთან ერთად გავლა იქ და წესრიგზე ლაპარაკი, უკვე სასაცილოც იქნება, მაგრამ რომ ვინმე წესრიგისგან მოუწოდოს. ამიტომ ისევ მისთვის, ისევ მისი სიკეთისთვის და იმისთვის, რომ ბოლომდე არ დაკარგოს სახე, ჯობია, რომ თვითონ თქვას დაწოროს, რა ვიცი, პატაკი თუ რაც არის და თქვას უარი დღეს თავისი პოსტის შესრულებაზე, თავისი პოზიციის შესრულებაზე და იფიქროს იმაზე რა გააკეთა და როგორ შეიძლება აქედან გამოვიდეს, რომ ამ ქვეყანაში გააგრძელოს ცხოვრება. 2018 წელში ის იძახოდა, ახალგაზრდა ბიჭი იყო და ამბობდა, რომ არა ვარო პოლიციელიო, მაშინ როცა ამოიცნეს ის და ძალიან ცუდად იქცეოდა. მე მესმის, რომ 2018 წლიდანაც და დღემდე არ გქონია მას პირობა, რომ პირიქით მოქცეულიყო და დაემტკიცებინა, რომ ნამდვილად სინდისიერი და მამგლი პოლიციელია. მიუხედავად იმისა, რომ მას დარწმუნებული ყავს ძალიან ბევრი კოლეგა ყავს, ღირსეული პოლიციელი, რომლებიც ომშიც იყვნენ და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. მაგრამ დღეს სამწუხაროდ მათაც უყევს რეპუტაციას ეს ადამიანი. ასე რომ მას პირადად მიუმართავ და ვთხოვ, რომ გონს მოეგოს და დაფიქრდეს. ოდნავ გააკეთოს პაუზა და დაფიქრდეს, როგორ უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში. თვითონ დაწეროს განცხადება, წავიდეს და დაელოდოს სამართალს. თვითონ დაელოდოს. თუ უნდა რომ რა ვიცი, ახალგაზრდა ადამიანი რას აპირებს, ძალიან მაინტერესებს. თუ გონია, რომ სულ ესეთ რეჟიმი იქნება, თვითონაც ხო იცის, რომ რეჟიმი აღარ იქნება და გაუჭირდება აქ ქვეყანაში ცხოვრება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა. და ჩვენ საფრთხეს გვიქმნის. აი ეხლა იყო ხო შიშზე ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, მასაც შეშინია, მაგრამ უნდა გადალახოს ეს შიში მანაც და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც დღეს მის დაქვემდებარებაშია და სრულ მოწმეობა უწევს სასამართლოში. მე ეგეთ პოლიციელების ნახე, რო აკალკალებდათ, როცა სისულელეს ამბობდნენ. აკალკალებდათ და მე ის ადამიანი უფრო ღირსეულები მგონია, იმიტომ რომ მიუხედავად ისა, რომ შეიძლება დღეს წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მაგრამ მე ვიცი რა ისტორია აქვს ჩვენს პოლიციას და არ უნდა გადაყვნენ აი ესეთ ხულიგნებს და ბანდიტებს, როგორიც გებუაძეა. ამიტომ არ ვიცი, ბევრი რამე გვაქვს დასაფიქრებელი. ბევრი რამე გვაქვს მოსაფიქრებელი და ბევრი რამე გვაქვს გადასაწყვეტი. ოღონდ ყველას თავ-თავკე, ინდივიდუალურად ჩვენს თავში. ვიფიქროთ ამაზე და ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში. უკეთესი პოლიცია ჭირდება თვითონ პოლიციასაც და ჭირდება ქვეყანას. უკეთესი სასამართლო ჭირდება ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი. ჩვენ შეგვიძლია უკეთესად ვიცხოვროთ. ჩვენ გვაქვს ეს ისტორია. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. და ასე უნდა გავაგრძელოთ, ასე უნდა გავაგრძელოთ მომავალში. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, სხვა არჩევანი არ გვაქვს. და ვერც აქედან ვერ წავალთ, იმიტომ რომ ვიღაცას სულიად უვიცს და ბნელ ადამიანს ასე უნდა ვერ წავალთ. თქვენ თან უნდა წახვიდეთ. მე ვიცი რომ თქვენი რიგებიდან ბევრი ადამიანი წავიდა უცხოეთში და ცხოლად მუშაობს. და დარწმუნებული ვარ, იმათ ეს არჩევანი არ უნდათ რომ გაეკეთებინათ, მაგრამ სისტემამ გახადა იძულებული. არც თქვენ მინდა რომ დატოვოთ თქვენი პოზიციები და მინდა რომ ღირსეულად ემსახუროთ ქვეყანას. ასე რომ ერთად ვიფიქროთ და ერთად უნდა მოვიფიქროთ როგორ გავიდეთ ფონს. მადლობა. ეს ირმა ზოიძე იყო, რომელიც ახლა მიმართავდა მეგაფონიდან პოლიციელებს და მათ შორის პირველ რიგში პოლიციის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის ირაკლი გებუაძეს. ბოდიში, კაპიტანი ხატია, შეიძლება რომ გაგესაუბროთ.
მედიის აქტორი მხარდამჭერი ხატია ჯინჯიკაძე, ახლა არის ამ საპროტესტო აქციაზე. რას აჩვენებს თქვენთვის მზია ამაღლობლის საქმე? მოდით ეს გითხარით თქვენთვის. არაფერს კარგს და ყველაფერს ბევრი მომენტი იყო მანამდე ჟურნალისტებზე თავდასხმების მათთან სასტიკი ანგარიშწორების, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მზია საქმე არის გამორჩეული. იმიტომ რომ ის არის სამაგალითოდ დასჯილი ადამიანი, რომელსაც ამ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტურ წრეებში იცნობს ყველა, პატივსცემს ყველა და მისი ესე გამორჩევა და ვფიქრობ, რომ არც ის არის შემთხვევითი, რომ მზია პროცესზე გამოვიდა მარია რესას წიგნით, მზიას ვინც იცნობთ კარგად იცით, ამას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ ამ ერთი წიგნის ხელში დაჭერით, მან თქვა თავისი სათქმელი. წიგნია როგორ დავამარცხოთ დიქტატორებს. ამიტომ მან ძალიან კარგად იცის რას ებრძვის, რასთან აქვს საქმე და ჩვენც უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი, არ მოვიტყუოთ უნდა გავიაზროთ, რომ ძალიან მძიმეა ჩვენ ქვეყანაში მდგომარეობა და ისეთი ადამიანების თავისუფლებისთვის ბრძოლა, როგორც არის მზია ამაღლობელი, არის ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა საფუძვლად. რატომ საფრთხეს უქმნის ეს საზოგადოებას? ძალიან საინტერესოა, რომ საუბარი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე მზია ამაღლობლის მიმართ. ხომას ემუქრებოდა, აგინებდა, ეკეთებოდა, ჩვენ ეს ნახეთ ვიდეო მასალა ბათუმელებზე ახლაც დევს. ასევე დაცვა შეიძლება ადვოკატი არ შეუშვეს 3 საათის განმავლობაში. და იმის მიუხედავად, რომ ერთი კვირა ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ ყველაფრის შესახებ, მათ გამოძიებაც კი არ დაეწეს. ყოველთვის არაფერს ამბობენ ამ გამოძიების დაწყების შესახებ. ასე ჩვენ დავსვით, რომ გამოიკითხა თუ არა ირაკლი დგებუაძე, ხო? ანუ აქამდე თუ გამოძიება იწყებოდა მაინც და დასჯილი არავინ არ გვინახავს, ახლა გამოძიება დაწყებული არის თუ არა, ესეც კი არ ვიცით. ეს რა ტიპის საფრთხის მონტანია საზოგადოების მოქალაქეებისთვის? თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ მოქალაქეებს? ეს ყველაფერი ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადრე ბევრი პრეტენზია შეიძლება გქონოდა სამართალდამცავი წყებების მიერ, ეხლა ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ჩამოშლილი თვალსაზრისით, რომ ისინი უარს ამბობენ მოქალაქეების დაცვაზე ძალადობისგან. ეს არის ძალიან სამწუხაროდ და საშიში ჩვენთვის მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, მაგრამ მე ადგილობრივ პოლიციელებს ვიდა გადაგიხადოთ მადლობა, როგორ ვემძვით და რას უწინა რას იგებუაძის დავალებები გარკვეულწილად არ შეასრულეთ, რომ მოგეწყოთ პროვოკაციები და დაგეჭირათ ბესეუს სტუდენტები. მაგრამ ჩვენ ის დავინახეთ, რომ კონკრეტულად გარკვეულ ახალგაზრდებს ადლების დავალებებს რომ აგეყანათ ევიკვაც კიდევ ერთიანდება საზოგადოება. ნამდვილად ეს ძლიერდება წინააღმდეგობა. სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს არის ერთ-ერთი ტვილი, რომელიც ჩვენ დავალებით სავარაუდოდ აქ მომავალში უამრავი ახალგაზრდის დაჭერას აპირებს ფსევდობრალდებებს. მე გასამართლოზე ვიყავი და ძალიან მეცნია, როცა დავინახეთ ჩემი განატოლები ჩემზე უფროსი ერთიანდებიან ძალადობის და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც მე ვიტყვი, რომ ეს არის რაღაცა გაუგონარი რამ და რეალურად პოლიციელებმა მოიწვიეს, რეალურად პროკურატურამ შეერთა და იყო სამხილები, იყო საბუთები, მაგრამ მიუხედავად ამისა მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯა მოსამართლე და ნამეცადინები. და მეორე რაც ჩვენ გვაძლიერებს ამ ბრძოლაში არის საერთაშორისო თანადგომა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წრების განმავლობაში საქართველოს თუნდაც მზია საქმეს უკვე აქვს ძალიან ბევრი გამოხმაურება და არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს ასე ჩაივლის, იმიტომ რომ თუ კი რამ არსებობდა მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციების ყველა გამოეხმაურა უკვე რეპორტერების აზრით გარეშე
ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი, ალიანსი, გლობალური ალიანსი, რომელიც აწერიან ძალიან ბევრ ორგანიზაციას, მათ აქვთ უკვე თავისი პოზიციები ჩამოყალიბებული, ეს ასევე ნიშნავს, რომ ისინი ამ წარმოდგენილი არიან წარმოაშორებენ. და რაც უფრო ძიმედ განვითარდება მოვლენები, მით უფრო მეტი იქნება. რატომ არ გაქვს ხისიერი რეაგირება? ასე რომ ესეც კონდეს, ფედერალობაში მათ შორის პოლიციელებს, იგი პოლიციელებს, რომლებიც შეიძლება ამას არ ადევნებენ ესე ყურადღებით კომუნიკაციაზე გამოსვლას და ხატე ჯინჯი ხატე თქვენი სტატუსი შეგეხსენეთ სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მედია პროგრამის ეს არ არის უხერხო პროგრამის მენეჯერი მადლობა კუჩური დამოკიდებულება რომ არ თანამშრომლობთ გამოძიებასთან კუჩური დამოკიდებულება რომ თითქოს ის სიმართლე რომელიც შიგნით არის არ ამბობ თქვა ჟურნალისტებთან არის კატასტროფულად რა ვიცი წარმოუდგენელი იმიტომ რომ რეალურად თქვენ უნდა იყოთ აი გამჭვირვალობის თქვენ უნდა იყოთ ინფორმაციის გასაჯაროების პირველი პირები რატო არ აკეთებთ ამას აი როგორც მზიას მოექცნენ ხო თქვენ ხო კარგად იცით არაფერი არ იმალება მე სხვათა შორის ფაქტებზე დაყრდნობით მიყვარს ზოგადად საუბარი და ხშირ შემთხვევაში რაღაც ისეთ რაღაცებს ვერ ვამბობ რასაც ვერ ვასაბუთებ აი მომიყვნენ როგორ სასტიკად ექცეოდით ირემაძეს მალხას და თემურ ქათამაძეს აი როგორ არ აღმოჩნდით არც ერთი და არ გადაეფარეთ ამ ადამიანებს აი თემურ ქათამაძეს რომელიც არის მუჰაჯირი რომელიც არის გულიანი სულიანი ქართველი აჭარელი რომელმაც ქართული ლიტერატურა და ქართული ენა შეინარჩუნა და ჩამოიტანა ჩვენამდე და რომელიც სავარაუდოდ სამმულო ჩვენი დიასპორის ნაწილი იქნება თურქეთში თუ ნებისმიერ რეგიონში ჩვენ სამეზობლოში აი როგორ არ ცხვენია იმ ადამიანებს ვინც ადგილზე იყო და არ გადაეფარა როცა ირაკლი დგებულაძე ფიზიკურ ანგარიშტორებას ახდენდა ამ ადამიანებზე ну თუ არ გავჩიდა დისკუსიები იმაზე რომ რეალურად ადამიანი რომელიც ჩვენი ნაწილია ჩვენი სამშობლოს ნაწილია ჩვენ ვამაყობთ ამ ადამიანებით რომელმაც შეინარჩუნა ენაც კულტურაც ჩვენი რელიგიაც და ასე შემდეგ როცა მოიხსენიებს თურქად პირობითად პოლიციის მაღალჩინოსანი არ გაქვთ შიდა კრიტიკა არ გაქვთ იმის საშუალება რომ რეალურად დაწეროთ საჩივარი მე ვიცი როგორ აკეთებთ ანგარიშებს დაწერეთ ანგარიშები და თქვით როგორ ძალადობს ადგილობრივი მაღალჩინოსნები მოქალაქეებზე ჟურნალისტებზე ჩვენს მუჰაჯირებზე და იქნებ თბილისში არიან ისეთი ადამიანები მესმის რომ არალეგიტიმურები არიან მაგრამ იმ კატასტროფას ააცილოს ადგილობრივი მოსახლეობა რომელსაც ისინი სჭადიან მე პირდაპირ გეტყვით იმას რომ ჩვენ კი არ გვეშინია ჩვენ გვიყვარხართ თქვენი ნაწილი ვინც სამართლიანები და კარგები ხართ მაგრამ გვეზიზღება ისეთი პოლიციელი რომელიც კანონს არ ღვევს გვეზიზღება ისეთი პოლიციელი რომელიც ქალს სცემს რომელიც ჩვენს მუჰაჯირს თურქს უწოდებს და ასე შემდეგ თქვენ ხო კარგად იცით ეს დამერწმუნეთ გრიგოლ ბესელიამ გასცა ბრძანება რომ აი ნებისმიერი გამოვლინება ჩვენი მხრიდან აი რაიმე მცირე სახისაც კი რომელიც რისკს შეიცავს კანონის დარღვევის იმ კანონების რომელიც ბოლო პერიოდში ფსევდო პარლამენტმა და პარლამენტარებმა მიიღეს თქვენ მიერ მკაცრად იქნას აღსრულებული აი თქვენ წარმოგიდგენიათ ვისი ჭერთ კრიმინალებს ჭერთ გეკითხებით უბრალოდ ეს კითხვები წაიღეთ თქვენს ავიცი მე არ მინდა რომ რაღაცა ისე გამომივიდეს პათეტიკის სახით თქვენ სამეგობროში წაიღეთ სუფრაზე წაიღეთ ტილილებში ქორწილებში და თქვენ დადიხართ ხო მეც თქვენაირად ხო დავდივარ წაიღეთ აბა ხალხს კითხეთ თუ შეიძლება პირველი კურსელი სტუდენტის დაჭერა იმისთვის რის გამოც ის იქ დგას თუ შეიძლება მეორე კურსელი სტუდენტის დაჭერა რომელიც თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს და იმ ჟურნალისტის რომელიც აქ იდგა და დაინახა რა უმსგავსობებს აკეთებდა პოლიციის უფროსობა ნუ თუ შეიძლება პოლიციის უფროსი ჟარგონულად ლაპარაკობდეს ბიჭო შენ და რაღაცა შენ თავში ხوار აგივარ ეს არის პოლიციელობა ეს არის ნორმალური მე ძალიან ბევრ პოლიციელს ვასწავლდი სხვათა შორის უნივერსიტეტში და ერთ რამეს ვთხოვდი რომ მისი პატაკი მისი ანგარიში ყოფილიყო ძალიან ლაკონური დასაწყისი შვანაწილი და დასასრული დასკვნის სახით ვასწავლდი იმას რომ ჟარგონულად არ ესაუბრა პოლიციაში დაკავებულთან ქონოდა კანონით მიერ გათვალისწინებული ღონისძიებები გატარებული და ასე შემდეგ მე სამართალს არ ვასწავლდი, მაგრამ ვასწავლდი იმას, რომ უნდა ყოფილიყო ეთიკური. ეს არის ეთიკურობა. ეს არის და როგორ შეიძლება პოლიციელი იყოს მხარე? როგორ შეიძლება პოლიციელმა მითხრას, რომ ჩვენ მხარეს გადმოდით? აი, მე პოლიციელის მხარეს არ ვარ. აი, თქვენ გეკითხებით, ჩვენ პოლიციელების მხარეს არ ვართ, როცა ვითხოვთ კანონის უზენაესობას? სხვა მხარეს სად არის? პარტიის მხარეს გადავიდეთ. როგორ შეიძლება პოლიციის უფროსი, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მესაუბრებოდეს პარტიის ენით? და ახდენდეს პოლიტიკურ დისკუსიაში შემოსვლას. რა თქმა უნდა შეიძლება რომ ჩვენ ვიკამათოთ პოლიტიკის შესახებ, როცა მუნდირი გაქვს, შენ უნდა იყოს შუამავალი, შუა ნაწილი იმ კანონის უზენაესობისა, რომელიც თქვენ გავალებს, რომ დაიცვათ ეს ყველაფერი.
რას აკეთებთ თქვენ? ანუ ცდილობთ მუხტის გატეხვა, ცდილობთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ცდილობთ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაჭერას, რომ სხვა ჟურნალისტები შეაშინდეთ. ეს არის ნორმალური? აი თქვენი შვილები, მეგობრებო, მე 2 შვილი მყავს რა. მე ამას რო გეუნებით, შიშით როგორ არ მეშინია, ყველა ვართ ადამიანები და გვეშინია. მათ შორის უნივერსიტეტში რამდენიმე თვის წინ გასული წლის მაისში დავწერე განცხადება და წამოვედი. იცი რა პრივილეგირებული ახალგაზრდა ვიყავი? იცი რა შემოთავაზებები მქონდა? იცით რომ ლექტორი ვიყავი? იცით რომ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მოადგილე ვიყავი და დაწინაურებას ვიპირებდნენ მთავრობაში? იცით რის გამო წამოვედი? აი იმ სიების გამო, რომელშიც ახალგაზრდები იყვნენ შეყვანილი, რომ თუ ის პარტიული ვერ იქნებოდა, შეიძლება ვერ გაკარებოდა ვერაფერს ნორმალურს ვერ მიეღწია. აი თქვენი შვილები იყვნენ ესეთები, რომლებიც განსხვავებულ აზრებს გამოთქვამდნენ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის გარეთ. ეს არ მომწონდა მე და იმიტომ წამოვედი, თორე რა თქმა უნდა ჩემი კომფორტის ზონა იყო იქ და მიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი და სხვათა შორის ბევრი თქვენგანის მსგავსად ჩემს სამსახურშიც ღირსეულად ვიქცეოდი, მაგრამ როცა კი დავინახე რომ მე ჩემს საქმეს იქ ვერ შევასრულებ და რომ ვერ დავიცავდი სტუდენტის უფლებას, სტუდენტური სამსახურის წარმომადგენელი ვიყავი, დავწერე განცხადება და წამოვედი. არავის არ გირჩევთ იმას, რომ განცხადებები დაწეროთ და პოლიციის ფორმა გაიხადოთ. უბრალოდ იმას გთხოვთ, რომ კანონი დაიცვათ, თუ დგებუაძე დასაჭერია, თუ კანონის საწინააღმდეგოს აკეთებს, მეგობრებო, აიღეს ხელბორკილები, მე რომ ადებ იმის გამო, რომ თავისუფლად ვლაპარაკობ და კანონის დაცვას გთხოვ. დაადეთ დგებუაძესაც ეს ბორკილები და თქვით, ხო გაქვთ სამხედრო კამერები, ჩაიწერეთ და ღია თქვით ამის შესახებ და თქვენ დაგიჭერთ ხარს. გვერდში დაგიდგებით. აი ჟურნალისტები დღეს არიან, მეგობრებო, მთელი სახელმწიფოა ჟურნალისტები, რომ ყველაფერს ესენი აშუქებენ, ყველაფერზე ესენი საუბრობენ, თქვენს ხელფასებზე, თქვენს მდგომარეობაზე, რომ თქვენი რიგებიდან ადამიანები უცხოეთში გარბიან. აი წინა დღეს ისიც დავინახე, რომ თქვენი თანამშრომლები სხვათა შორის ფორმა არ ეცვათ იმ ადამიანებს, ვინც გაიფიცა საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში 3 საათიდან 6 საათამდე ფოტოებს და ვიდეოებს უღებდა. იცი რა, მეც შევსრები ვარ განხილვებს, სადაც განსხვავებული აზრის გამო ბიზნესმენების შევიწროებაზე საუბრობდნენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები. სხვათა შორის დღესაც მაქვს შენახული მიმოწერები, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომლებმ რომ გოჩა, იცი რა, ჩემო ძმაო, ეს პოლიტიკაა და დღეს თუ შენ შეგავიწროვებენ, ამით შეიძლება გაძლიერდე მხოლოდ. ეს არის მეგობრებო ფაშიზმი. სადაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს კლავენ. იცით რა ფაშიზმი? აი ფაშიზმი არის დამოკიდებულება, რასაც ტელეკომპანია იმედისგან, რასაც პოსტივისგან ყოველდღიურად ვისმენ. იცით რა? ბევრი ახალგაზრდა, რომელიც აქ თქვენს წინაშე ვდგავართ, იმ დროსაც, აი წინა ხელისუფლებების დროსაც ვიბრძოდით ამისთვის. და არ გავჩერდებით რა. რაც არ უნდა დგებუაძე პისტოლეტი ჩამოიცა დიტო სამხარაძემ, რომელმაც ზვიათქორიძე შერატონში გაუსწორდა. არ გვეშინია ჩვენ. ადგილობრივები ძალიან კარგად გვიცნობენ ვინ ვართ და როგორი ვართ და ასე შემდეგ. როცა თქვენი ბანდ ფორმირებები ასე დავარქვევ ზოგიერთს რა, ხულიგნურად დარბოდნენ ქუჩებში და ახალგაზრდებს ძალადობას ახდენდნენ, როცა ახალგაზრდებს იჭერდნენ, ტყვიებს ესროდნენ. ჩვენ მათი თავისუფლებისთვის, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის მანიფესტაციებს მართავთ, არ გვეხალისებოდა. დღესაც აქ ჩვენ დგომა არ გვეხალისება, მაგრამ იმის გამო ვდგავართ, რომ ხვალე თქვენი შვილები, რომელსაც განათლებას მიცემთ სავარაუდოდ საქართველოში, იმიტომ რომ ევროპის გზა დაიხურება ალბათ ცოტა ხანში, იქნენ დაცული ისევ პოლიციელების მიერ, მაგრამ შეიძლება ხვალ თქვენ პოლიციელი აღარ იყოს, მაგრამ ისეთ პოლიციას უნდა ტოვებ, როგორც ირაკლი დგებუაძეს დღეს ბათუმში აქვს და ისეთ პოლიციას უნდა ტოვებ, რომელიც გრიგოლ ბესელიას მაფიოზური კლანური პოლიცია აქვს. მე ხელვაჩაურში პოლიციის ქმედებებიც ვიცი და ძალიან კარგად მიცნობენ ხელვაჩაურში, იქ ვცხოვრობ, ბოდიში კი. და ძალიან მარტივად გეტყვით, რომ თქვენი ყველა პირადი ქმედება კანონის სრული სიმკაცით იქნება დასჯილი სავარაუდოდ მომავალი ხელისუფლების მიერ. ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც ნარკოტიკს ჩაუდებს, რომელიც იარაღს ჩაუდებს, რომელიც უსაფუძვლოდ დაიჭერს, შეაფურთხებს ცემს შესაბამის დაწესებულებაში. მე ახლა ამით დავასრულებ და ეს მიიღეთ თხოვნაც, მოწოდებაც და გაფრთხილებაც, რომ ემსახუროთ კანონს. დიდი მადლობა. ეს გოჩესურგულაძე იყო აქ. რომელიც ახლა მიმართავდა პოლიციელებს, საჯარის პოლიციის სამმართველოს წინ, თუ ძიმართება საპროტესტო აქციას, ციალა ქათამიძეა, აქტივისტი, რომელიც ახლა ასე მეგაფონიდან აჟღერებს სათქმელს, მოდით მოვისმინოთ. საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოკლედ, საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მე საქართველოს მოქალაქე ციალა ქათამიძე დავაფუძნო სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი თავის წვლილი შეიტანოს ამ მოძრაობის
თითოეულ აქტივობაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში შემომიერთდეს უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის თაობაზე თუ რა გეგმები კონკრეტული გეგმები იქნება ეხლა დაგიკითხავთ მიზნებს ამ მოძრაობის რომელიც რამოდენიმე მიზანი იქნება არალეგიტიმური სახელმწიფო ძალისთვის ქართული ოცნების რუსული რეჟიმისთვის არაძალადობრივი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გაწევა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადება. ქართული ოცნების სახელმწიფო რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული ან სხვა სასანქციო ფორმით დასჯილი საჯარო მოხელეების და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ინტერესების დაცვა. რუსული რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დაზარალებული პირების მხარდასაჭერად საზოგადოებრივი რესურსების მობილიზება და სამოქალაქო სოლიდარობის უზრუნველყოფა. 2008 წლის საერთო სახალხო გამოკითხვის პლებისციტის საფუძველზე დადასტურებული და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პოლიტიკური კურსის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა. პრორუსული დესტრუქციული პოლიტიკური ძალების და მედია საშუალებების მხრიდან ტირაჟირებული ანტიდასავლური დეზინფორმაციული გზავნილების გაქარწყლება და საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერება. პირველი ნაბიჯი ამ მოძრაობის იქნება ფონდის დაფუძნება, მზიას ფონდი ესე ერქმევა, რომლის მიზანიც იქნება სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აფუძნებს ფონდს მზიას ფონდი ესე ერქმევა და რომლის მიზანიც იქნება ქართული ოცნების გაშვება ხელისუფლებით. მადლობა. ეცელა ქათამიძე იყო აქტივისტი, რომელიც ახლა საუბრობდა იმის შესახებ, რომ ფუძნდება ახალი ფონდი, მზიას ფონდი. ციალა შეიძლება რომ გაგისაუბროთ უფრო მეტი რო გითხრათ, ანუ ეს ფონდი რატომ, ანუ გულისხმობს რა აქტივობებს დაახლოებით, რო გითხრათ. სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან რომ მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, არ მაქვს არანაირი სხვადასხვა ფინანსური სხვა ტიპის კავშირების სხვადასხვა ჯგუფებთან, მინდა რომ თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მოძრაობის თითოეულ აქტივობაში. შესაბამისად, მას სჭირდება სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ერთ ლარსაც კი ჩარიცხავს ამ ფონდში, იქნება მონაწილე რუსული რეჟიმის დემონტაჟისა ამ ქვეყანაში. ანუ ეს რას მოხმარდება, თქვათ, ან რა სახის აქტივობებს? დეტალურად სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ღონისძიებები დეტალურად იქნება გაწერილი და უახლოეს ხანებში საზოგადოებას, თუმცა მისი მთავარი მიზნების შესახებ წეღან ვისაუბრებ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება პოლიტპატიმრების მხარდაჭერა და გათავისუფლება კონკრეტულ შემთხვევაში. ეს გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებამ დეტალურად იცოდეს იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩვენს ქალაქში ყოველდღურად ხდება, იმიტომ რომ მეორე, მესამე დღეა სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან მაქვს შეხვედრები და სამწუხაროდ მათ უმრავლესობას ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ რაღაცნაირი საინფორმაციო ველი, რომელიც არის მეორე მხარეს, ვერ გავარღვიეთ, იმიტომ რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ქართულ საზოგადოებას აცხოვრებს ცრუ რეალობაში, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, ფაქტებს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია, იმიტომ რომ ესენი დღეს სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ საინფორმაციო ომს იგებენ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი საქართველოში, საქართველოს უგებს საინფორმაციო ომს. შესაბამისად, ყველაფერს დეტალურად უახლოეს დღეებში გეტყვით. მადლობა, ეს ციალა ქათამიძე იყო აქტივისტი, საუბრობდა ახალი სამოქალაქო მოძრაობის შესახებ, რომელიც დაფუძნდება და მას აფუძნებს ციალა ქათამიძე, მზიას ფონდი. ასე გააჟღერა, რომ შეიქმნება ასეთი ფონდიც, რომ დაეხმარონ პოლიტიკურ პატიმრებს. დღეს მას შემდეგ, რაც დაიწყო საპროტესტო აქციები ქვეყანაში, 500-მდე ადამიანი დააკავეს სისხლის ადმინისტრაციული წესით, ხოლო
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს 52 ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის არის მზია ამაღლობელი, ანუ უკვე ჟურნალისტიც არის უკვე ამ რეჟიმის პირობებში გისოსებს მიღმა და მის წინააღმდეგაც დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა. მას პროექტის დადასტურების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ამიტომაც დღეს როგორც ახლა მოვისმინეთ, რამდენიმე წამის წინ ციალა ქათამიძე აფუძნებს კიდევ სამოქალაქო მოძრაობას ბზიას ფონდი, ასე ეთქვა ამ ორგანიზაციას, რომელიც იზრუნებს მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისათვის აი ამ პროცესში კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების ხელში. ნანა კვაჭაძე, ბათუმელების რედაქტორი, როგორც ხვდები, მიმართავს ასევე მეგაფონით პოლიციელებს, მოდი მოვისმინოთ მისი გზავნილი. კი ბატონო. სანამ წავალთ, მინდა მიმართო იმ პოლიციელებს, რომლებიც ამ ძალიან ცივა მინჩი ეხლა აქ დგანან და ვიცი რომ ეს არ არის იოლი. ეს არ არის იოლი არც ჩვენთვის, არც თქვენთვის. თქვენი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ასეთ რთულ კლიმატურ პირობებში. საქმე რაშია? თქვენი უფროსის გადადგომა, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, თქვენც იცით ძალიან კარგად რომ არის სამართლიანი მოთხოვნა. მინდა გითხრათ რაღაც კითხვები დაუსვათ საკუთარ თავსაც. მაგალითად, იცით თუ არა, რამდენს იხდის თქვენი ამ შენობის აჭარის პოლიციის უფროსი, ბათუმის პოლიციის უფროსი, მაგალითად ერთ სტეიკში, ერთ კარგ რესტორანში, სადაც შედის ხოლმე. მინდა გითხოთ, სად ყიდულობთ თქვენი შვილებისთვის დასაცმელს? ყოფის ბაზრობაზე, საშუალო დონის მაღაზიაში, თურქეთში გადადიხართ, რომ იაფად იყიდოთ თქვენი მეუღლები ან თქვენ და თუ იცით ამის ფონზე, თქვენი უფროსის ოჯახის წევრები სად ყიდულობენ დასაცმელს? ძალიან მარტივად. იგივე ფრანგულ ბუტიკებში ხო არა. სად ისვენებენ ისინი, როდესაც შვებულების დღეები აქვს და სად ისვენებთ თქვენ? თქვენ თავს კითხეთ ეს აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ გიფიქრიათ ამაზე და აბსოლუტურად მჯერა, რომ თქვენს ფიქრობთ, რომ ეს არ არის სამართლიანი. ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საქართველოს მოქალაქეები, ყველანი მეც, თქვენც, აქ მყოფი ადამიანებიც და ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ვიცხოვროთ სამართლიან გარემოში. თქვენც იმსახურებთ, რომ ვიცხოვროთ სამართლიან სახელმწიფოში, სადაც თქვენი შრომა იქნება სათანადო დაფასებული. თქვენი მუნდირი იქნება სათანადო დაფასებული. და არაერთი თქვენი კოლეგა, კარგი კოლეგა მათ შორის, არ გახდება იძულებული გახდეს ემიგრანტი და ამერიკაში წავიდეს და შემდეგ სადღაც ძღოლად იმუშაოს. იმიტომ კი არა მეგობრებო, რომ ძღოლება სათაკილოა, სულაც არა. მაგრამ პოლიციელის მუნდირი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ჟურნალისტებს ეს. მაგრამ ეს მუნდირი რომ მნიშვნელოვანი იყოს, თქვენც უნდა გესმოდეთ ამ მუნდირის მნიშვნელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კითხეთ ეს თქვენ თავს, გულწრფელად დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვა. ძალიან მარტივი რაღაცებისგან შედგება ცხოვრება. ძალიან მარტივი სურვილები გვაქვს ჩვენც და თქვენც, რომ ვიცხოვროთ მართლა მშვიდობიან ქვეყანაში. ისეთში კი არა, იმედი რო აანონსებს, არა, მშვიდობიან ქვეყანაში. სადაც თქვენ იფიქრებთ იმაზე, რომ კრიმინალს ებრძოლოთ და რა სტუდენტებს ქუჩაში. შეურაცხმყოფელია, ძალიან შეურაცხმყოფელია თქვენთვისაც. ყოველ შემთხვევაში ბევრი თქვენგანისთვის ჯერა ამის გულწრფელად, მართლა. თქვენც ჩვენაირი ადამიანები ხართ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები. მე ვესწრებოდი სასამართლოზე რამდენიმე სასამართლო პროცესს, სადაც თქვენი კოლეგები, აი ამ შენობაში რომ მუშაობენ, ერთი ადამიანი გამოვიდა ლამის ინსულტი მიიღო, ისე ნერვიულობდა, იმიტომ რომ ცრუ ჩვენებას აძლევდა. თქვენ ხო იცით რომ ასე არა? იცით. და ამიტომ ნუ მიიღებთ თამაში მონაწილეობას. მართლა ნუ მიიღებთ, ნუ შეურაცხყოფთ მუნდირს. ნუ შეურაცხყოფთ მუნდირს ზუსტად იმიტომ რომ ჩვენც გვინდა რომ პატივცეთ ამ მუნდირს, მაგრამ მოგვეცით ამისი საშუალება. ძალიან დიდი მადლობა ყველა წესიერ პოლიციელს. არიან ასეთებიც. ჯერა რომ არიან და თუ თქვენ არ ხართ შეგიძლიათ რომ გახდეთ. მე გულწრფელად მჯერა რომ ადამიანს შეუძლია გახდეს უკეთესი. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ უკეთესი. და ნუ მისცემთ საშუალებას ბობოლა ადამიანებს გამოგიყენონ როგორც სისტემის იარაღი. არ იმსახურებთ ამას. არ იმსახურებთ იმას, რომ ვიღაცის, არ ვიცი, შეგწყვეთ ან წლების მერე უბრალოდ
ფიქრი მოიშოროთ თავიდან, ნეტა სწორად ვიქცეოდი თუ არა. და დადგება ეს დრო აუცილებლად დადგება, ყველა ცხოვრებაში დგება, ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ვუსვამთ ამ შეკითხვას საკუთარ თავს და თუ არ დგება, ეს არის ტრაგედია. არ გისურვებთ მასე ცხოვრებას. თავისუფლება მზიას! ბათუმელების შედეგად მართლდა ეხლა პოლიციელებს საჭერის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ. ასეთ იყო დღევანდელი აქცია. დღეს კიდევ ერთხელ გამართეს სოლიდარობის აქცია ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭერის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან. მათი მთავარი გზავნილი ისევ იყო თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც გამოცემების ბათუმელები და ნეტგაზეთი თანადამფუძნებელი და დირექტორია. ასევე აქ შეკრებილი ადამიანების უცვლელი მოთხოვნა დღესაც იყო ის, რომ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ირაკლი გებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროსს, რადგანაც საუბარია კონკრეტულ დანაშაულებზე, რადგან საუბრობს უკვე არამხოლოდ მზია ამაღლობელი, საუბარია არაადამიანურ დამცირებელ მოპყრობაზე, არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის მუქარაზე, გინებაზე, სახეს შეფურთხებაზე და ამ ყველაფერზე გამოძიება დაიწყო თუ არა სპეციალურმა საკანონმდებლო სამსახურმა ეს ინფორმაციასაც კი არ აღღერებს ეს უწყება ამ დრომდე. ასეთი იყო დღევანდელი აქცია. თქვენ შეგიძლიათ ესწრებათ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან, გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და საამდე ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.